ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში გვიან ღამით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველება დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცება დამოიღეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილეს სხვა პირის დადგენა დაკავების მიზნით. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის სხდომა შედგა, სადაც საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განხილვა განიმართა. სემეკის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დასკვნის მიხედვით დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, როდესაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელთა მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლების. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემების სრული ჩაქრობა. აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელ ერთ-ერთ განმეორებად დღის მდგომარეობით და სისხლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გახდა მიზეზი ქვესახური ქუთაისი 200-დან გამომავალი 100 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გეგმით, რომელიც წარმოადგენს საერთო საზოგადოება ენერგოპროდუქციას საკუთრებას. მიგვაჩნია ჯგუფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელევური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაიყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი გახდათ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარობის ნაწილში. ჯერ დასრულებული არ არის აქ განხილვები, სანამ დასკვნის გამოვიტანთ, ჯობია რომ წინარე შეფასებებისაგან თავი შევიკავოთ. აქ მრავალი ფაქტორი, აქ არის ენგურხესის მარეგულირებელი მოწყობილობების ხარვეზების ფაქტორი, აქ არის ქსელში სარელევო დაცვის გამონაწილება, ქსელში სარელევო დაცვის ძველი მოდიფიკაცია, გადასაიარაღებელი პროცესის საკითხი, სადაც საჭიროა ინვესტიციების ჩადება. ეს არ მოხდება, ასე ვთქვათ, ერთიანად, უცბად, ეს საჭიროებს გარკვეულ კუთხით კოორდინაციას, კოორდინირებას, კონტროლს, მარეგულირებელის მიერ გათვალისწინებას, ვთქვათ, იმათ გამონაწილებელი სისტემების ბიუჯეტში და ეს არის კომპლექსური საკითხი, რომ სისტემის საიმედოობა ამაღლდეს, გადაიარაღდეს გამონაწილებელი ქსელის კომპანიები შესაბამისი ისეთი მოწყობილობებით, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. იცით, რომ ორი კუთხით მიმდინარეობს მოკვლევა, ერთი იძიებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეორე კუთხით სემეკი ტექნიკური, ასევე მიდის შიდა მოკვლევა, ეს არის კომპლექსური საკითხები, მალე არ სრულდება ესეთი ტიპის მოკვლევები, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამ ეტაპზე ეს არის სემეკის პოზიცია, ვერ ვიტყვი ამას, რომ სიცრუე, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი და მოდით დაველოდოთ, ახლა არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები, ამას ხო სჭირდება გარკვეული დრო, ეს ერთ-ორ დღეში არ დასრულდება. ცნობისათვის 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ფაქტები დაფიქსირდა. აღნიშნულზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც რუსთავის მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატმა გიორგი რეხუიაშვილმა განაცხადა, ელისაშვილს ბრალი პოლიციელის შოთა ჭიპაშვილის მიმართ ნათქვამის სიტყვის გამო წაუყენეს. ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა მოითხოვა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. როგორც ირკვევა, შოთა ჭიპაშვილს, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული,
ელისაშვილმა რეპლიკით მიმართა და სწორედ ეს რეპლიკა ჩათვალა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა სასამართლოს შეურაცხყოფად. ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ჭიპაშვილი თავად უნდა ყოფილიყო ბრალდებული, რადგან სწორედ მან ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა და წამება რეალურად ალეკო ელისაშვილის მიმართ. სობისათვის ალეკო ელისაშვილს რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. ალეკო ელისაშვილს უკვე წარუდგინეს ბრალი, მეოთხე ბრალი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა მას ეღიმება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი ბრალდებული უნდა ყოფილიყო შოთა ჭიპაშვილი, რომელმაც ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, წამება რეალურად ადამიანის ალეკო ელისაშვილის მიმართ და საქმე გვაქვს რა, წამებელ ადამიანს ალეკო ელისაშვილმა უწოდა არაკაცი და კონკრეტულად არაკაცი არის სიტყვა, რის გამოც დღეს უკვე ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს. ვისი მიმართვის საფუძველზეა ეს გამოძიება დაწყებული? მოსამართლის თანაშემწის თუ რომელიმე დამსწრებელის? საქმოსწავლები ახლა გავდომამიცა დეტალებს ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა რა ინფორმაციაც მაქვს არის, რომ თვითონ პროკურორმა მიმართა შესაბამისი განცხადებით და დაიწყო გამოძიება, საქმის გამხილველ პროკურორზეა საუბარი. ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რასაც ოპოზიციის მიმართ ახორციელებს ქართული ოცნება. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა, როდესაც ის აქციების მიმდინარეობის დროს დააკავეს, თუ ამას დაკავება ჰქვია და მასზე მოხდა ენით აღუწერელი ძალადობა. დღემდე ის ადამიანები, ვინც ალეკოზე იძალა და არ არიან გამოვლენილები და არ არიან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულები. ამიტომ რა თქმა უნდა აქ ვერ გვექნება რაიმე მართსაჯულებაზე საუბარი, ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი. კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთი გაშიშვლება ამ რეჟიმის, კიდევ ერთი ბოღმის მთხევა, ჩვენ კარგად დავინახეთ თელმა საზოგადოებამ თუ როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომლებსაც არც ვაჟკაცობა ყოფნით, რომლებსაც არ ყოფნით არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ, ბოსტნად გადააქციეს სასამართლო სისტემა და უსიტყვოდ აღასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელიც მოდის ქართული ოცნებიდან. ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 ყოფილი თანამშრომელი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ასევე როგორც პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, დაზარალებულები დასაკითხ პირთა სიაში არიან, მათი სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ. შემდეგ კი სასამართლო პროცესი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 17 სექტემბერს ჩანიშნა. წვეთან ნუსხაში ვიყავი, აქამდე ვიყავი როგორც დაზარალებული, ესე მოვახერხე დასწრება სასამართლოს სანამ დაიწყებოდა უშუალოდ არც ერთი განხილვა. იმის მე რაც დაიწყო არც ერთი განხილვა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, ვერც ერთ ჯერზე დასწრება. დღესაც მიზეზი იყო ის, რომ არ ვარ დაკითხული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, არც ის ვიცი, როდის დავიკითხები. გამოძიების ეტაპზე მე გამოვიკითხე, ჯერ კიდევ მაშინ საავადმყოფოში ვიყავი, მაშინ ამერიკა გამოძიებელმა აიღო ჩემგან ჩვენება, აიღეს გაზომეს რამხელა დაზიანებები მქონდა, ყველაფერი უნდა ყოფილიყო საქმე უკვე აღსრულებული, ჩემი ჩვენებაც არის მიცემული. ერთადერთი იყო რაც დღეს მოახერხე, იყო რომ უბრალოდ შორიდან შევიხედე და დავინახე ის ორი ბრალდებული ადამიანი. ხო არანაირი ახლა სიახლე არანაირი არ არის სამეთ. ამი პირი არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა საკითხი, უნდა დარჩენილიყენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში. გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია, სამივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში. რაც შეეხება პირველი გახსნის სხდომას, რომელიც წინა სხდომაზე ჩატარდა, მე გავაკეთე განცხადება წინა შემთხვევაშიც, გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი ამ სხდომას არ დასწრებიან. პირადად გურამ როგავას შემიძლია სრული პასუხისმგებლობა მითხრათ, არ ქონია მცდელობა, რომ ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა. ან ზარის სახით, ან ისიჯის სახით. დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა ერთ-ერთი ბრალდებული, შესაბამისად, რადგან როგორც იცით თქვენ, ორ ბრალდებულს არ ყავს ამ საქმეში ადვოკატი, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე სხდომა ვერ გაგრძელდებოდა.
აქედან გამომდინარე მხოლოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა მოხდა და სხდომა გადაიდო 14 სექტემბრისთვის. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისათვის პრეპარატ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ იტალიურ მწარმოებელთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯოლაძის თქმით, მედიკამენტი განკუთვნილია ბავშვებისათვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 100-მდე ბავშვის მშობელი სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას 2 წელია ითხოვს. წამლის მოთხოვნით მშობლები 40 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ღამისევით მართავდნენ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია იტალფარმაკოსთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. 28 მაისი იყო, როდესაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად ჯივინოსტატის გამოყენება, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარე იყო. ეს საერთოდ არის პროცესი, დიუშენთან დაკავშირებული პროცესი, რომელშიც ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესები, ცვლილებებიც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. აი მაისის გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო და დააჩქარა შეიძლება გადაწყვეტილებები. სიფრთხილის მიუხედავად, მაინც გაბედული გადაწყვეტილებაა ეს გადაწყვეტილება. ნამდვილად მიხარია, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი გახდა. ასაკის ჩარჩო დაახლოებით ასეთია 6 წლიდან იწყება და გადაადგილების უნარის ქონა აუცილებელი რომ ჩაერთოს და მიიღოს ეს მედიკამენტი. ასეთ რიცხვი, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ასაკით და ამ გარემოებით წრე ბენეფიციარებისა. იქ არის დამატებით გარკვეული ფაქტორები, რომელზეც გვესაუბრება თვითონ იტალიური მხარე და რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული მათ შორის ანალიზების ჩატარება. თუმცა გამორიცხულია, რომ ეს დიდი რიცხვი იყოს ბავშვებისა, რომელთან მიმართებაში შეიძლება აი ასაკის და ამ გარემოების მიუხედავად შეიძლება ვერ ხერხდებოდეს. საორიენტაციოდ იქნება ლაპარაკი დაახლოებით 30-ის ფარგლებში, 30-35 ალბათ რიცხვი ბავშვებისა, რომელსაც შეიძლება ეს მედიკამენტი გამოადგეთ. ჩვენ ვემზადებით მორიგი გადაწყვეტილებისთვის მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რაზეც თავიდან აღინიშნა, რა იქნება ეს, როგორ იქნება, რა პირობით იქნება, ამაზე ბუნებრივია რომ ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გესაუბრებით. რეალისტურია რომ სექტემბერში რეალურად დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება. გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცეს სურვილმა, რომ ჯივინოსტატის საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს, როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 უკრაინის მოქალაქეა. სამართალდამცველობა თბილისში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინით შხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე, ანუ ვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვან შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლსა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, ნივთმტკიცება დამოიღო დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450,900 ამერიკულ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვა რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა. ამავე პერიოდში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა სახეობის 63,852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387,864 ლარს შეადგენს.